ასევე დღეს ესე იგი გადაწყდა, ანონსებში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დღევანდელი დღე გვაქვს ორიენტირებული წარმატებისკენ, ხო? და მიზნების ასრულებისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოვისმენთ ასტრო პროგნოზი, იმიტომ რომ აუცილებელიც კი იმებით. აუცილებელიც კი, ზუსტადაც. ახლა გავიგებთ, ვის შეახსენებს თავს ძველი პირადული პრობლემები, ვისთვის იქნება დღევანდელი დღე მაგიური ძალის მქონე და ვინ უნდა ჩაიფიქროს სურვილები მომავლის გეგმებსა და მიზნებზე. აი ამ ყველაფერს კი ნინა სუსლოვა გვეტყვის. დილამშვიდობი საქართველო, დღეს 25 ივნისია, ოთხშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, თუმცა დღეს შესაძლოა იქნოთ გარკვეული უენერგიობა, დაღრილობა, გაგახსენდეთ ძველი წყენები, ეჭვები, ან ამოტივტივდეს თქვენს გონებაში უარყოფითი ნეგატიური მოგონებები. შეეცადეთ რომ ყურადღება არ მიაქციოთ და მეტად კონცენტრირდეთ პოზიტიურ მოვლენებზე. ახლა კი გადავიდეთ უშუალო ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო, თქვენ შემთხვევაში დღეს არ არის სასურველი დამოუკიდებლად მუშაობა. პირიქით უმჯობესი იქნება თუ გუნდურად კოლექტივში იმუშაობთ და პასუხისმგებლობებს გადაანაწილებთ. ნებისმიერი ახალი ვალდებულება შესაძლოა რომ თულად შესასრულებელი იყოს თქვენთვის. გარდა ამისა, მიაქციოთ ყურადღება დეტალებს იმისთვის, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ და შეცდომა არ დაუშვათ. კუროებო, დღეს სტაბილურობა და სიმშვიდის შეგრძნება შესაძლოა უჩვეულო გზით მოვიდეს თქვენთან. შეეცადეთ, რომ არ შეეწინააღმდეგოთ იმ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ მოხდება. პირიქით, ნებისმიერი ახალი მიმართულება ან ნებისმიერი ახალი საწყისი შესაძლოა ძალიან პერსპექტიული და საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის. გარდა ამისა, შესაძლოა რომ რაღაც გარკვეული სურპრიზებიც კი მიიღოთ. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუებებო, დღეს ძალიან კარგი იქნება თქვენთვის განმარტოვება და დროის საკუთარი თავისთვის დათმობა. შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი, ან დაკავდეთ რაიმე ისეთით, რაც თქვენს განვითარებას ხელს შეუწყობს. მოკლედ, კარგი იქნება თუ დღევანდელი დღე იქნება მხოლოდ თქვენთვის და მაქსიმალურად განთავისუფლდებით სხვა საქმეებისა და ვალდებულებებისგან. კირჩხიბებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. კარგი იქნება თუ დაფიქრდებით თქვენს ემოციებზე, დამოკიდებულებებზე და გადააფასებთ თქვენს მდგომარეობას. შესაძლოა რაღაც ახალი აღმოაჩინოთ საკუთარ თავში. მოკლედ, კარგი არის ერთგვარი გადაფასება თქვენი დამოკიდებულებების, როგორც ადამიანებთან მიმართებაში, ასევე საკუთარ თავთან მიმართებაში, რადგან მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი დასკვნები გამოიტანოთ. ლომებო, მიაქციეთ ყურადღება ადამიანთან ურთიერთობას, მათ დამოკიდებულებას თქვენთან მიმართებაში. შესაძლოა, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინოთ, ან თუნდაც მათი დამოკიდებულება თქვენს მიმართ რაღაც ახალი საწყისი გახდეს, ან რაღაც ისეთი აღმოაჩინოთ და დაინახოთ, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. მოკლედ, შეეცადეთ, რომ მაქსიმალური დაკვირვებულობა გამოიჩინოთ ყველაფერთან მიმართებაში. შესაძლოა ძალიან ბევრი მინიშნება მიიღოთ. შეეცადეთ, რომ არ გამოგეპაროთ. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, დღეს ძალიან კარგი იქნება თუ დეტალებს მოაწესრიგებთ. ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ, თუმცა ამასთან ერთად ნუ დაივიწყებთ განტვირთვასაც და ენერგიის აღდგენასაც. დღევანდელი დღე არ არის იმდენად პოზიტიური და ჰარმონიული თქვენთვის, შესაბამისად შეეცადეთ, რომ ზედმეტად არ გადაიღალოთ, სწორად გადაანაწილეთ დრო და შეეცადეთ, რომ დღის პირველ ნახევარშივე დაგეგმოთ და იმ გეგმის მიხედვით იმოქმედოთ. სასწორებისთვის დღევანდელი დღე კრეატიულობითა და სპონტანურობით იქნება სავსე. მარტივი იქნება ნებისმიერი ახალი ნაბიჯის გადადგმა, ან თუნდაც რაღაც ახალი მოქმედების განხორციელება. შეგიძლიათ, რომ მეტი ცითამამე გამოიჩინოთ, თუმცა რასაკვირველია დღევანდელი დღე მაინც არ გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ბოლომდე განიტვირთოთ და განთავისუფლდეთ იმ პრობლემებისგან, რომლებიც გაქვთ. შეეცადეთ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ. მიუხედავად ამისა, დღევანდელი დღე მაინც პოზიტიური იქნება თქვენთვის. მორიელებო, დღეს შესაძლოა თავი შეგახსენონ ძველმა პრობლემებმა, როგორც ოჯახის მიმართულებით, ასევე პირადმა პრობლემებმა. შეეცადეთ, რომ არ კონცენტრირდეთ ნეგატიურ მოვლენებზე. მეტი პოზიტივი შემოიტანეთ ცხოვრებაში და შეეცადეთ, რომ ცოტა სხვა თვალით შეხედოთ ყველაფერს. დღევანდელი დღე მოგცემთ შესაძლებლობას, რომ დაინახოთ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. შეეცადეთ, რომ იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულები. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, დღევანდელი დღე თქვენ საკმაოდ პოზიტიური იქნება. მარტივი იქნება რაღაც ახალი ნაბიჯების გადადგმა. თქვენ სიტყვას თითქოს განსაკუთრებული სხვანაირი ძალა ექნება. შესაბამისად, შეგიძლიათ, რომ ისაუბროთ, გაუზიაროთ სხვებს თქვენი გეგმები, ან თუნდაც ჩაიფიქროთ სურვილები. მოკლედ, მიეცით იმპულსი თქვენ სამომავლო მიზნებსა და გეგმებს. დღევანდელი დღე ამის შესაძლებლობას მოგცემთ. ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, შეეცადეთ, რომ თქვენი ფიქრები არ წავიდეს ნეგატიური მიმართულებით. დღესქებისთვის დღევანდელი დღე შედარებით დამღლელი იქნება. შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმა იჩინონ თავი. შეეცადეთ, რომ ყველაფერს შედარებით პოზიტიურად უყუროთ. გარდა ამისა, სიფრთხილე გმართეთ ფინანსური მიმართულებით, რადგან არის მოულოდნელი ხარჯების ალბათობა. თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, შეეცადეთ, რომ დღეს თავი შეიკავოთ მოულოდნელი შენაძენებისგან და ასევე გაითვალისწინეთ სიფრთხილისა და მოხერხებულობის შემთხვევაში წარმატებას უფრო მარტივად მიაღწევთ. ვერწყულებო, დღეს თქვენთვის მარტივი იქნება თქვენი იდეებისა და ფიქრების სხვებისთვის გაზიარება. გარდა ამისა, სხვებიც მოგმართავენ თხოვნით, რჩევის საკითხავად. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ, საკმაოდ აქტიური. მოგიწევთ ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. შეეცადეთ და მოემზადეთ წინასწარ ამისთვის. კარგი იქნება თუ დილითვე დაასრულებთ არა.
კარგი იქნება თუ დღის პირველ ნახევარშივე დაასრულებთ მნიშვნელოვან საქმეებს, რადგან შესაძლოა დღის მეორე ნახევარში გეგმები შეგეცვალოთ. ხოლო რაც შეგეხება თქვენ თევზებამ, დღეს თქვენთვის უმჯობესია თუ სიმშვიდეში იქნებით. არ არის სასურველი ზედმეტი აქტიურობა, არ არის სასურველი რუტინული საქმიანობის შესრულება. კარგი იქნება თუ განმარტოვდებით, რომ საკუთარ თავს დაუთმოთ, რადგან ამ პერიოდში მოგეცემათ შესაძლებლობა რაღაც ახალი დაინახოთ, ან შესაძლოა იპოვოთ პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.